საგადასახადო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ დონეზეა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის განცხადებით, ბოლო 2 წელიწადში ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა საქართველოს დეფიციტი მაინც ვერ დაძლია. 2014 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 8%-მდეა, მაშინ როდესაც 2005-12 წლებში მაჩვენებელი 15% შეადგენდა. ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, დეფიციტის შემცირების მიზეზი ექსპორტ-იმპორტის დინამიკა. 2013-14 წლებში ექსპორტი საქართველოში 21%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 7%-ით. მიზეზი უმთავრესი გახლავთ ბოლო 2 წელიწადში დაფიქსირებული ექსპორტ-იმპორტის დინამიკა. მოგეხსენებათ, რომ 2013-2014 წლებში ექსპორტი 21%-ით, ხოლო იმპორტი 7%-ით გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ კარგი საფუძველი იყრება ამ პერიოდში მომავალი განვითარებისათვის და ჩვენ პრინციპში ის გადაგვჩენია, რომ დაველოდოთ ამ ასე ვთქვათ დეფიციტის კიდევ უფრო შემცირებას და უფრო გაუმჯობესებას.